ნამდვილი თამაში 40 წლის შემდეგ იწყება. ბავშვობიდანვე საპირისპიროს გასწავლიდნენ. გეუბნებოდნენ, რომ ცხოვრების ნამდვილი სიამოვნება 20 წლის ასაკში ცოცხლობს. კოლეჯის გართობა, პირველი სიყვარული, პირველი სამსახური, ახალგაზრდა სახე, ფორმაში მყოფი სხეული. და ამ რწმენამ ხაფანგში გაქცია. დაიწყე ფიქრი, რომ ყველაფერი 30 წლის შემდეგ მთავრდება. რომ ქალები აღარ შეგამჩნევენ, წარმატება აღარ დააგაკუნებს და შანსები გაქრება. მაგრამ სიმართლე სრულიად განსხვავებულია. მამაკაცის ნამდვილი ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება. რატომ? იმიტომ, რომ ახლა შენი ნაოჯები ისტორიებს ატარებს. შენი დუმილი ძალას ატარებს. შენს ყოფნას აქვს ზონა, რომელიც ცვლის ნებისმიერი ოთახის ატმოსფეროს, რომელშიც შედიხარ. 20 წლის ასაკში გქონდა ენერგია, მაგრამ მიმართულება არ გქონდა. 40 წლის ასაკში გაქვს მიმართულება, გამოცდილება და ურკევი თავდაჯერებულობა. აღარ ეძებ დადასტურებას. აღარ ცდილობ შტაბეჭდილების მოხდენას. უბრალოდ არსებობ და მხოლოდ ეს საკმარისია. 20 წლის ბიჭი ცდილობს ყურადღების მიფრობას. 40 წლის კაცი ბუნებრივად იზიდავს ამას. რადგან ახლა მან იცის, რომ თუ ვინმე მის ცხოვრებაში რჩება, ეს არჩევანი ხდება და არა ზეწოლით. ეს სიმციფე, ეს სიმშვიდე, ეს სტაბილურობა ყველაზე ძლიერ მაგნიტად იქცევა. იქნება ეს ურთიერთობებში, წარმატებაში თუ პატივისცემაში. ყველაფერი ბუნებრივად იზიდავს იმ მამაკაცს, რომელმაც სირბილი შეწყვიტა. ეს არის მომენტი, როდესაც ხვდ ბიჭობას და ჭეშმარიტად ხდები კაცი და სწორედ ამ ეტაპზე იწყება ცხოვრების ნამდვილი თამაში. ასაკი არ იზიდავს, აზროვნება იზიდავს. 40 წლის ასაკში ადამიანების უმეტესობა იწყებს იმის დაჯერებას, რომ მათი დრო გავიდა. მაგრამ ნამდვილი მამაკაცი ამ ილუზიას არ ღვევს. მიზიდულობა არასდროს მოდის ასაკიდან, ის მოდის გონებრივი ენერგიიდან. როდესაც მამაკაცი საბოლოოდ ხდება, რომ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, მისი დუმილი გავლენას ახდენს. ყოველი ჟესტი, ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, იწყებს გავლენის დატოვებას. 20 წლის ასაკში თქვენ ეჭვებით იხავით სავსე. 40 წლის ასაკში თქვენ გაქვთ სიცხადე. 20 წლის ასაკში თქვენ ეძებდით მოძონებას. ახლა თქვენ ქმნით საკუთარ გზას. და ეს ცვლილება გხდით იშვიათს. ფსიქოლოგია ამბობს, რომ როდესაც მამაკაცი წყვეტს ცხოვრებას დადასტურებისთვის და იწყებს ცხოვრებას ხედვისთვის, ის ხვებისთვის შთაგონების წყარო ხდება. თქვენ აღარ გჭირდებათ თავის მოძონება. აღარ გჭირდებათ ყველას ასიამოვნოთ. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი სიმციფე თქვენი ხელძერა ხდება. თქვენი სიმშვიდე თქვენი მაგნიტი. რადგან ნამდვილი მამაკაცი ის არის, ვისაც ემოციები არ აკონტროლებს, არამედ ის, ვინც მათ აკონტროლებს. ეს თვითკონტროლია. ეს არის ნამდვილი მამაკაცურობა. გახსოვდეთ ეს, მამაკაცი არ არის ის, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს, ის არის ის, ვისი დუმილიც პასუხი ხდება. თუ თქვენც გადაწყვიტეთ, შეწყვიტოთ დადასტურების ძიება და დაიწყოთ მიმართულებაზე დაყრდნობით ცხოვრება. მოიცონეთ ეს ვიდეო და დააკომენტარეთ. მე ჩემს გზაზე ვარ. ეს დადასტურება თქვენში მამაკაცურობას აღვიძებს. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რატომ იზიდავს ამდენი ქალი 40 წლის მამაკაცს. მათ გონებაში განსხვავებული ცნობის მოყვარეობა უჩნდებათ, როდესაც ასეთ მამაკაცს ხედავენ. მისი ხიბლი ძვირადღირებული სუნამოებიდან არ მოდის, ის სიმციფიდან მოდის. 20 წლის ბიჭი შტაბეჭდილების მოხდენისთვის საუბრობს, მაგრამ 40 წლის მამაკაცი გაგებით საუბრობს და ეს განსხვავება მას მაგნიტურს ხდის. ქალებს იზიდავთ მამაკაცები, რომლებიც მშვიდად მოქმედებენ, ყველაფერზე არ რეაგირებენ, რომლებმაც იციან მოსმენა. ფსიქოლოგია ამბობს, რომ ქალისთვის მშვიდი თავდაჯერებულობა გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე ხმამაღალი დომინირება. ქალებს არ სურთ ქაოსი, მათ სურთ თანმიმდევრულობა. მათ სურთ ადამიანი, რომელიც ქარიშხლებშიც კი სტაბილურია, ადამიანი, რომელიც არ მალავს თავის სისუსტეებს, მაგრამ იცის, როგორ გარდაქმნას ისინი ძალად. ასეთი მამაკაცი უხილავ ფარს ატარებს გარშემო. ის ქალს ემოციურად უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. უსაფრთხოების ეს გრძნობა მას ყველასგან გამოარჩევს. ეს არ არის ფლირტი, ეს ენერგია. ენერგია, რომელიც ამბობს, მე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება შენთვის. ჩემი ყოფნა ჩემს მაგივრად მეტყველებს. და აქედან იწყება ნამდვილი მიზიდულობა. არა დემონსტრირებით, არამედ სიღრმით.
გახსოვდეთ, მამაკაცი, რომელმაც გაიგო საკუთარი ცხოვრება, სხვის ცხოვრებაში აზრს იძენს. არსებობს სამი ჩვევა, რომელიც მამაკაცს 40 წლის შემდეგ დაუმარცხებელს ხდის. ეს ასაგი გარდამტეხი მომენტია, სადაც ბიჭი მთავრდება და ლიდერი აღზევდება. ცხოვრება ორ არჩევანს გაძლევთ: იცხოვროთ სინანულით, ან ახვიდეთ დისციპლინითა და მიზანდასახულობით და აჩვენოთ მსოფლიოს, ვინ ხართ სინამდვილეში. ამ ასაგის შემდეგ სამ ჩვევას შეუძლია მამაკაცი ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივად გარდაქმნას. პირველი არის ემოციური კონტროლი. ადრე ბრაზით რეაგირებდით, ახლა გაგებით პასუხობთ. ადრე სიზულვილს ინარჩუნებდით, ახლა უბრალოდ უშვებთ, რომ გაიაროს. ადრე თქვენი ეგო გაძლევდა ძალას, ახლა კი თქვენი სიბრძნე გიძღვებათ. ეს სიმციფე ბუნებრივ ავტორიტეტს განიჭებთ. მეორე არის შერჩევითი წრე. აღარ ცდილობთ ყველას შთაბეჭდილების მოხდენას. ირჩევთ ხარისხიან ურთიერთობებს. პატარა, გულზრფელი, მოციქული შინაგანი წრე თქვენი ძლიერი მხარე ხდება. რაც უფრო მშვიდია წრე, მით უფრო დიდია ცხოვრება. მესამე არის მიზანი პირველ რიგში. ყურადღების გაფანტვა მოგვიანებით. 20 წლის ასაკში ოცნებობდით. 40 წლის ასაკში კი დროა. ამ ოცნებების ასრულება. ცხოვრება აღარ არის ფუფუნება, ეს მემკვიდრეობა. თქვენი ყურადღება აღარ არის ფოკუსირებული თავის გამოჩენაზე, არამედ საკუთარი იმპერიის აშენებაზე. როგორც კი ადამიანი თავის მისიას შეასრულებს, სამყარო მისთვის ადგილს უტოვებს. ეს არ არის მხოლოდ თვითშეფასება, ეს თვითკონტროლია. და როდესაც ამ მდგომარეობას მიაღწევთ, არა მხოლოდ მიმზიდველი ხდებით, შეუჩერებელი ხდებით. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიძერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოძერა და ზარის ხათულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.